გამარჯობა, დღეს 5 იანვარია 2026 წელი. მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი, თქვენ ხართ არხზე თავისუფალი ხალხისთვის, უყურებთ პროექტს კონფლიქტები მსოფლიოში. დღევანდელი ეპიზოდი იქნება სრულად ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. სანამ ეპიზოდზე გადავალ, მადლობა ყველას ტრადიციულად, ვინც არხის გამომწერია, ვინც ალაიქებს ვიდეოებს, უყურებს მას, აქტიურობს კომენტარებში, აზრებს თავის სოციალურ ქსელებში. განსაკუთრებული მადლობა ყველა შემომწირველს, ვინც დონაციით არის დაკავებული, დონაციის სრულებს შეგახსენებთ, რომ აღწერაში ანგარიშის ნომერია, ნებისმიერი თანხის დონაცია შეგიძლიათ. თქვენ კი ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, არხის გამოწერითაც შეგიძლიათ დამეხმაროთ არხის გაზრდაში. ახლა კი დავიწყოთ. ირანში 28 იანვრიდან პრაქტიკულად ამბოხი არის, ახლა თქვენ უყურებთ რუკას, რომელიც ასახავს ქალაქებს, სადაც ამბოხებულები ქუჩაში არიან გამოსულები. სხვადასხვა ფერით არის აღნიშნული ისინი. წითელი ფერი არის მათ, ვინც პირველად დაიწყეს, შემდეგ უკვე ფორტოხლისფერი, ყვითელი, მწვანე და ღიამწვანე და მუქი მწვანე, რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტი ქალაქი ერთვება ამბოხში. ჩვენ ხედავთ პერიოდულად იქიდან მოდის სხვადასხვა ტიპის კადრები, შედაკებების, მათ შორის სასასროლი იარაღის გამოყენების კადრებიც არის, თუმცა ამბოხებულები მიუხედავად ამისა სახლში არ შედიან. დღევანდელ ეპიზოდში ჩემთან ერთად იქნება აღმოსავლეთმცოდნე პროფესორი გიორგი სანიკიძე, რომელიც შეაჯამებს სიტუაციას, რომელიც ახლა ხდება ირანში. რამდენად აქვს ამბოხს საშუალება, რომ გავიდეს ბოლოში. ახლა კადრებში ასაც ხედავთ, ეს არის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანი, რომელმაც ხომეინიეს ფოტო დაწვა და კედელზე აკეთებს გრაფიტს, წარწერას დიდება შახს. გავიგებთ იმასაც, არის თუ არა ეს ცალკეული გამონაკლისები, თუ არის შესაძლებელი რეჟიმის შიგნით რაიმე სერიოზული ბზარის, ასე ვთქვათ, შეტანა. ეს იქნება ძირითადი დღევანდელი სასაუბრო თემა. და გიორგი სანიკიძე აღმოსავლეთმცოდნე არის ჩვენთან ერთად და დავიწყოთ პირდაპირ საუბარი. რამდენად გაიზარდა მასშტაბი ბოლო დღეებში? ჩვენ ხედავთ ინტერაქციულ რუკებს, სადაც სხვადასხვა ფერით არის ხოლმე გამოყოფილი, რომელ დღეს რომელი ქალაქი ემატება, რა მასშტაბზე შეგვიძლია ახლა ვისაუბროთ და მსხვერპლზე თუ ვიცით რამე ინფორმაცია ან თქვათ რეჟიმის მხრიდან, ან ამბოხებულების მხრიდან. მასშტაბის საკმაოდ მნიშვნელოვანია. არ არის იმის ნიშნები, რომ ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ ეს ასე ვთქვათ მოძრაობა გაჩერდება, ეს საპროტესტო მოძრაობა, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, რომ ასეთი სახის პროტესტები და ასეთი მასშტაბური პროტესტები ირანისთვის უკანასკნელ წლებში არ არის უცხო, ძალიან ფართო, თითქმის იგივე მიზეზებიდან გამომდინარე იყო საპროტესტო მოძრაობა 2019 წელს, როდესაც ეკონომიკური მოთხოვნები გადაიზრდება ხოლმე პოლიტიკურ მოთხოვნებში. 2022 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხასიათის მოძრაობა ახალგაზრდა ქალბატონის მკვლელობა, როდესაც ის მოითხოვდა დემონსტრაციულად მოიხსნა თავსაბურავი, ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა ისლამური რეჟიმი. მაგრამ ერთი რაღაცა აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მოძრაობის მასშტაბი სულაც არ ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი არის, თქვათ, განადგურების პირას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არაერთი შემთხვევა ყოფილა წარსულში, ორი მათგანი დავასახელე მე. და აი ამ შემთხვევაში ხდება აი ესეთი, შეიძლება ითქვას რაღაცა ხელისუფლებაც დათმობებზე მიდის, მცირე დათმობებზე. მთავარი არის ხელისუფლებისთვის, რომ არავინ დაემუქროს ქვეყნის ამჟამინდელ პოლიტიკურ მოწყობას. მეორადია კიდევ ვთქვათ, ამ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ ამ გამოსვლების სპეციფიკაზე, სხვა სპეციფიკაზე, მაგრამ ხშირად ხდება იგივე 2019 წელს გარკვეულ დათმობებზე წავიდა ეკონომიკური ხასიათის დათმობებზე. 2022 წლის შემდეგ, აი წელსაც გამოჩნდა, რომ ოფიციალურად, ნახევრად ოფიციალურად დავაკვათ ამას,
რომ ქალბატონებს მიეცათ თავსაფრის გარეშე სიარულის უფლება. შეიძლება თუ რეჟიმი მომძლავრდა ისე შემოატრიალოს ეს პოლიტიკა, მაგრამ თავარი არის რომ რეჟიმს უნდა და ჯერჯერობით არ ჩანს რომ არ აქვს ამის უნარი შეინარჩუნოს საკუთარი თავი. აი ბოლო გამოსვლების პოზიცია გაგაცნობთ. ბოლო გამოსვლების ერთ-ერთ თავარ მიღწევად ასე ვთქვათ, ამბოხებულებს მხრიდან ითვლებოდა თითქოს რომ რეჟიმის მორალის პოლიცია უნდა გაუქმებულიყო, თუმცა ჩვენ ვნახეთ რომ ეს ასე არ მოხდა. თქვენ თქვით რომ გარკვეული სპეციფიკა არსებობს ახლანდელი გამოსვლების. არის თუ არა ეს სპეციფიკა, რაც ეყოფა, ვთქვათ, ამბოხებულებს რომ საქმე ბოლომდე მიიყვანონ და რა უშლის ხოლმე ხელს, ასე ვთქვათ, საქმის ბოლომდე მიიყვანას, გარდა იმისა, რომ თითქოს უკან იხევს რეჟიმი. კი ბატონო, ეს წინაზვედა რომ თავზე ამოვადა თავიდან, მაგრამ არა უშავს ეხლა და უშლის ხელს. არ არსებობს ერთიანი, შეიძლება ეს გარკვეულწილად დადებითი მომენტიც არის. არ არის ერთიანი, ასე ვთქვათ, ოპოზიციური მოძრაობა. არ არიან რეალური ლიდერები. ეხლა შაჰის შვილი, ასე ვთქვათ, უფლისწული კი ძალიან აქტიურია ბოლო ხანებში, მისი პორტრეტებიც გაჩნდა, თქვათ, მაგრამ ესეც არ ახალია. მეორე რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხელისუფლება, ესე იგი ეს ორგანიზაცია, რომელიც შექმნა და სპეციალურად ამისთვის არის შექმნილი, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც სახელმწიფოში არის, ასე ვთქვათ, რეჟიმის საყრდენი არის, ეს არის ფასდარანი, ეს არის ისლამის რევოლუციის გუშაქთა კორპუსი, მთლიანად ემორჩილება ხელისუფლებას და ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენს. მას ბევრად უკეთესი შეიარაღება და შესაძლებლობებიც აქვს, ვიდრე იგივე ჩვეულებრივ ირანის არმიას. აი ამის გამო ერთი საინტერესო მომენტი არის კიდევ, რომ შედარებით წარმატებული უფრო პატარა ქალაქებში იყო, არის ჯერჯერობით ეს მოძრაობა, ვინაიდან იქ ეს გუშაგები ნაკლებად არიან პატარა ქალაქებში. დიდ ქალაქებში ბევრად უფრო მეტნი არიან. ეს მომენტიც არის. მეორე არის რა იცით, აი ძალიან რთულია რაიმეს პროგნოზირება ირანთან დაკავშირებით, ახლო აღმოსავლეთი ისეთი რეგიონია ახლა. ერთ ამბავს გავიხსენებ უბრალოდ მარტივი ესეთი ისტორია არის, რომ როდესაც ისლამური რევოლუცია მოხდა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო სულაც არ ელოდა ამათ და მიიჩნევდა ერთ-ერთ ყველაზე მყარ მოკავშირე რეჟიმად ახლო აღმოსავლეთში და ეხლა მათვეს გასასწრებს და მე როგორც და გამსაცხო ძალიან რთული საკითხი არის ეს. რამდენად მყარი იქნება ეხლა მე ველი ზოგადად ხა მე ლოგიკით ვჭერლობ და ჩემი შეხედულებებით ვჭერლობ. მე არ ველი ზოგადად რეჟიმის ჩამოშლას უცებ და მონარქიის დაბრუნებას, ცოტა ესეთი სფერო არის თულად განსახორციელებელი. ირანისთვის ალბათ ყველაზე ასე ვთქვათ გარდამავალი რაღაცა ესე ვთქვათ ევოლუციური გზა იქნება უკეთესი, რაც გულისხმობს ამაში, რომ თქვათ აი კონსტიტუციური ცვლილებები, როდესაც ეს ორხელისუფლიანობა და ძალაუფლების ასე ვთქვათ პარალელური ცენტრები როგორმე გაუქმდება. ანუ პრეზიდენტი იქნება ხელისუფლების რეალური მატარებელი და სულიერი ლიდერი იქნება, სულიერი ლიდერი, რომელსაც აღარ დაემორჩილება ყველა და ყველაფერი. აი ეს შეიძლება ეს მომგებიანი იყოს, ასე ვთქვათ, ევოლუციური თვალსაზრისით ამ რეჟიმისთვის, მაგრამ დღეს არის ესე იგი აი თქვი აი 2015 წლიდან თითოს რაღაცას გვიარში სინათლის ბოლო გამოჩნდა ირანისთვის, როდესაც შეთანხმება მოხდა, შემდეგ ტრამპმა შეთანხმება ბრძოლ პროგრამასთან დაკავშირებით გაუქმა და ირანში საშინელი ასე ვთქვათ ვითარება შეიქმნა, უკვე ძალიან მძიმე ვითარებაა, იმიტომ რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები სუბსიდირებული არის მთლიანად. და აი ეს ქვეყნის ბიუჯეტი ამას ვერ უძლებს. ახლა ერთ-ერთ თავად მიზეზად დღეს ასახელებენ სწორედ აი
წარმოუდგენელ ინფლაციას, როდესაც თითქმის $1.5 მილიონი თითქმის $1.5 რეალი გახდა ჩემი ბიოგრაფიიდან 2000 წელს წავედით მე მგონი 2000 წელს პირველად ირანში $1 იყო 10,000 რეალი წარმოიდგინეთ რა განსხვავებაა წლიურად არის ოფიციალურად 40%-ის ფარგლებში ინფლაცია ოფიციალურად გაცილებით მეტი და ეს რა თქმა უნდა ძალიან რთული მოსაგვერებელია სუბსიდირება საერთოდ ისეთი რთული საკითხი არის და თქვათ, როდესაც რეფორმები იწყება სუბსიდირებულ და მოიხსნას, მაგრამ სოციალურ პრობლემებს აუცილებლად იწვევს. ხო, სწრაფ არ ხდება ეს ეკონომიკის გარდაქმნა. ყოველ შემთხვევაში ასე თქვათ, ძალიან რთული ვითარებაა ზოგადად ამ ქვეყანაში, თუმცა ისიც აღნიშნოთ, რომ არ ჩანს ჯერჯერობით ასე მკაფიო დააჩანსვა, ხვალა ზეგ ეს რეჟიმი დაიხურავს გულს, ხამენეი წავა მოსკოვში, გადასახდება თავს და მოვა თქვათ მონარქია ან ჩატარდება არჩევნები და დემოკრატიული სახელმწიფო გახდება ირანი. ეს რა თქმა უნდა მეტად ასე ვთქვათ სათულოვანია ამის წარმოქმნა. აი მთელი ამ სიტუაციის მიუხედავად რაც თქვენ აღწერეთ, მაინც რაღაცა უშლის ხოლმე ხელს რომ ამბოხება წარმატებას მიაღწიოს. რა არის ეს მიზეზები, რატომ ვერ ახერხებენ ამბოხებულები რომ ბოლომდე გავიდნენ? თუ ერთი უკვე დაასახელეთ გარკვეული უკან დახევა ხოლმე რეჟიმის, თუმცა ჩვენ ნახეთ იგივე მორალის პოლიციასთან დაკავშირებით, რომ მოჩვენებითი იყო ეს. არის კიდე რამე სხვა რის გამოც ვერ ახდენს, ვერ ახერხებს წარმატების მიღწევას ამბოხი? როგორც მე ვთქვი, ერთიანი ცენტრი არ არსებობს წინააღმდეგობის ეს სპონტანური გამოსაცემი. აქ რა არის მთავარი? ვთქვათ, თითქოს მე გავცემ პასუხს, მაგრამ აი მთავარი რაც შეიძლება განსხვავება სხვა ასე ვთქვათ, საპროტესტო მოძრაობებისგან. ეს მოძრაობა დაიწყო ბაზრის ხალხის მიერ. ეხლა ჩვენ წარმოვიდგენთ რომ ეს ბაზარი არის იგივე რაც თბილისში კოლმეურნეობის ბაზარი ეს არის სისტემა რომელიც არის გამოირჩევა თავისი კონსერვატულობით და არის ზოგადად რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი რეჟიმის ბევრი წარმომადგენელი ამ ბაზრის ხალხიდან არის გამოსული თვითონ სასულიერო წოდების ასე ვთქვათ, სპეციფიკა აბსოლუტურად განსხვავებულია ისლამში ქრისტიანული სამყაროსგან. და ესე იგი საყრდენი იყო ბაზარი თავის დროზე ისლამური რევოლუციის განხორციელების დროსაც ბაზარმა ძალიან დიდი როლი ითამაშა სასულიერო წოდების წარმატებაში და თვითონ ეს მოვლენებიც ისე დაიწყო, ესე იგი პირველი საპროტესტო აქციებით გამოვიდნენ მობილური ტელეფონების გამყიდველები. იმიტომ რომ უეცრად ეს პასები და აღარავინ არ ყიდულობდა, ბიზნეს ჩავარდა და აყვა მთელი ეს ტალღა შემდეგ. ეხლა რაც შეეხება რა უშლის ხელს, უშლის პირველი როგორც თქვი ეს არის ერთიანობის არარსებობა. მეორე ის რომ ირანი მიუხედავად თავისი ასე ვთქვათ, დავარქვათ სამარცხვინო ნაბიჯებისა და იგივე ისრაელთან აბსოლუტურად სამარცხვინო მარცხისა და თქვათ ეს პროქსი რეჟიმები და პროქსი ძალები პრაქტიკულად მოესპო მას გარშემო მისი საშუალებითაც საკუთარ პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას ახორციელებდა, მაინც არის ეს შემდგარი რეჟიმი, ასე ვთქვათ, შემდგარი სახელმწიფოა ირანი და ასე ვთქვათ, მართველი ძალა თქვათ იგივე ორგანიზებულობის შეიარაღებული ძალების თვალსაზრისით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეიარაღებული ძალები და ძალოვანი სტრუქტურები ზოგადად ემორჩილება ასე უზენაეს სულიერ ლიდერს და არა პრეზიდენტს, ეს ძალიან და სასულიერო წოდება ძალიან დიდი კონსერვატულობით და ასე რადიკალური კონსერვატულობით გამოირჩევა. აი ეს ძალიან ასე ვთქვათ დიდი წინაღობა არის რეჟიმის რეჟიმის ასე ვთქვათ დამხობის. ერთ მომენტსაც გავუსვამ აქ ხას საინტერესო ინფორმაცია იყო ჩვენ თქვით თავიდან რომ ამდენი მსხვერპლი ჯერჯერობით რაც ინფორმაცია არის.
ოფიციალური იანის მხრიდან ესა 15-ის ფარგლებში და იქვე წერენ, რომ ერთი არის გუშახთა კორპუსის წევრი დაღუპული. საქმე ის არის, რომ სხვადასხვა სოციალური ქსელებიდან გავრცელდა, რომ ეს გუშახთა კორპუსის წევრი სამხედრო სწორედ ამბოხებულთა მხარეს იდგა. და სახელმწიფო ძალებმა მოკლეს. რა თქმა უნდა, ოფიციალურმა, ასე ვთქვათ, პროპაგანდამ ეს სასწრაფოდ შეცვალა. და გამოიყვანა როგორც ამბოხებულების მსხვერპლი. მაგრამ თუ თქვათ ესეთი ბზარი გაჩნდა, უპირველეს ყოვლისა გუშაგებს გულისხმობ არმია ტრადიციულად ნაკლებად ერევა პოლიტიკაში ირანში და სწორედ ამიტომაც შეიქმნა გუშაგთა კორპუსი ისლამური რევოლუციის შემდეგ. თუ ასეთი ბზარი გაჩნდა ამ ძალოვან სტრუქტურებში, მაშინ რეჟიმისთვის ძალიან სერიოზული გამოცდა იქნება ეს. თუმცა კიდევ მეორე პროგნოზირების გაკეთება ძალიან რთულია. აი თქვენ ბზარი ახსენეთ, ჩვენ ნახეთ იგივე სოციალურ ქსელში კადრები, სადაც სამხედრო უნიფორმაში ჩაცმული ადამიანი, რთული ესათქმელი, ახლა ეს იყო საპოლიციო დანაყოფი თუ გუშაგი, წვავს ხომეინის ფოტოს და წარწერას აკეთებს კედელზე მდიდება შახს. ეს შეიძლება იყოს ცალკეული გამოვლინება, თუ შეიძლება მიეცეს ამას რაღაცა პროცესი, ზოგადად რამდენად შეკრული არის ეს უწყებები და აი ამ მიმართულებით რამდენად შეგვიძლია მესმის პროგნოზირება ჩემი ნათქვამის გაგრძელება გამოდის. ჯეჯერობით აჩასის ეს ადრეც იყო, ვთქვათ, 2019 წელს მოხდა ასეთი პროცესების დაწვა და დროშების ჩამოღებაც და დღეს აი დროშების ისლამური რესპუბლიკის დროშების ჩამოღების სცენები, ასე ვთქვათ, ვიდეო კადრები ხო ვრცელდება. მე არ ვიცი და ჯეჯერობით არ არის ინფორმაცია, რომ ვთქვათ, ერთეულები ამ შემთხვევაში ამინც ვერ შექმნიან. გადაცმულო საწოთავი და ვთქვათ, საერთო ჯამში თუ ეს უფრო ასე ვთქვათ, ასეთი ბზარი გაიზარდა შიგნით, მაშინ სერიოზული პრობლემები ექნება რეალურად რეჟიმს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს გუშაგები და ზოგადად ძალოვანი სტრუქტურები არის ხელისუფლების იმდენად შეზრდილია ხელისუფლებასთან, რომ და ისინი რეალურად ყველაფერს კარგავენ ესეთი ძალიან დიდი დაფინანსება მის, ესე იგი, წარმოიდგინოთ ეს გუშაგთა კორპუსი, ეს არის სამხედრო გაერთიანება მარტო, ეს უზარმაზარი ბიზნესი. ვთქვათ, სასტუმროები, რა ვიცი, ქარხნები, აუღებელი რაღაცები ეკუთვნის აი გუშაგთა კორპუსს. ძალიან სერიოზული ბიზნესი არის ძალიან. ამ შემთხვევაში ისინი ბევრს კარგავენ ძალიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი მე როგორ შეიძლება და ახერხებით შეიძლება ასე ვთქვათ, რომ მოხდეს მნიშვნელოვანი ნაწილის განდგომა ძალოვანი სტრუქტურებიდან ხელისუფლებისგან, აი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო რეალური ხდება ამბოხებულების წარმატება, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ დღეს არ არის იმდენი ინფორმაცია და საფუძველი დავაქვათ პირდაპირ იმედი იმისა, რომ ეს რეჟიმი ასე ადვილად ჩამოიქცევა. და აქვე მაშინ ხომეინი განიხილავს მოსკოვში გაქცევას, თუ კი ამბოხი გაძლიერდება, ამას წერს Israel Times-ი. ეს უფრო საინფორმაციო ფსიქოლოგიური კამპანიის ოპერაცია გონიათ, თუ შეიძლება კონდეს რამე საფუძველი? ხამენეი ხმად ხომეინი პირველი იყო. ეს რომელი ხრი იქნება შემდეგი. იცით არის ახლა მე სპეციალურად ისრაელის იმას ძალიან ყურადღებით ვადევდებ ხოლმე, იმიტომ სპეციალობა არის ჩემი მაინც და ძალიან ხშირად არის ასე ვთქვათ, ყვითელი პრესის ნიშნებს ატარებს. რა თქმა უნდა არის ძალიან სერიოზული ანალიზი ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ისრაელის მედია მაინც ასე ვთქვათ
ტენდენციურია იმ თვალსაზრისით, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება რეალურად. საგარეო პოლიტიკაში თავისუფალი მედია არის, მაგრამ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, ეს ისრაელი გარნიზონულ მდგომარეობაში არსებული სახელმწიფოა და ეს არ არის გასაკვირი. მე არ ვიცი და მართალი გითხრათ ეს და შეუძლებელია ვიცოდე სამწუხაროა არის თუ არა ხოლმე იმისთან თუმცა ერთხელ ირანში ყოფნის დროს მომიწია ძალიან დიდ კონგრესზე და ხომეინის ვთქვათ აპარტამენტი სასახლეში მისვლა თუმცა ესეც უნდა ვთქვა რომ ეს არ იყო ისეთი სასახლე ვთქვათ ერდოგანს აქან რაღაცა ბევრად უფრო მოგზალებული იყო გასაგებია. ბოლოს ხომ არ არის რამე რისკი თქმაც გინდოდათ და მე კითხვა არ დამისვამ სამის შესახებ. რისკი, ავიცი, აი ვერ გეტყვით ახლა ძალიან რთული არის კიდევ იმეორებ რომ რთულია პროგნოზირება და გამოსავალს მე ვხედავ უცკითხარით ესეთი ევოლუციური გზით ამ რეჟიმის კონსტიტუციური ცვლილებებით და ასე შემდეგ ამ რეჟიმის შეცვალს უფრო ადვილი იქნება ბევრად ის ვიდეა თქვათ შაჰის დაბრუნება და რაღაც ეს თვითონ ერთ რაღაცას ვიტყვი კი ალბათ რაც გამოგვჭა ირანული დიასპორა ეს მნიშვნელოვანია ძალიან იმიტომ რომ ირანელთა დიასპორა არის სხვა თქვათ არაბულ თურქული დიასპორისგან განსხვავებით შეურაცხყოფის ძალიან ინტელექტუალური დიასპორა ძალიან საინტერესო ხალხი არის და დახვეწილი ასე თქვა ბევრი არიან განსაკუთრებით კალიფორნიაში არიან ბევრი იყო მცდელობები ასე ვთქვათ წინააღმდეგობის საერთო ფრონტის ორგანიზაციის შექმნისა თუმცა მის ლიდერობაზე პრეტენზიაც ზაფხლების შაჰის ვაჟს ჰქონდა მაგრამ პიროვნული თანხმობების გამო ეს რეალური ასე ვთქვათ ერთობა ვერ შედგა არის კიდევ ერთი ოპოზიციური ორგანიზაცია მოჯაჰედინე ხალხი არის რომელიც უფრო რაღაცა უცნაური იდეოლოგია მე ნახე ნახევრად მარქსისტული ნახევრად მეციანისტული რაღაცა აბსოლუტურად გაუგებარი აი ესე ვთქვათ რას მინდა ხაზი გაუსვა რომ არც ქვეყნის შიგნით არც ქვეყნის გარეთ არ არის რეალური ოპოზიცია თავისი პროგრამით თავისი გეგმებით ასე ვთქვათ და ერთიანობით გამორჩეული ახლა ძალიან აქტიურია კიდევ იმეორებ ეზა ფახლავი საინტერესო პიროვნება ძალიან სიმპათიური ახლა ირანელი ხალხის მდგომარეობა ასეთი არის დიდი ნაწილის ვიმეორებ თვითონ ქვეყანა არის ასე დღეს რომ საბჭოთა კავშირის მაგონებს მე რომ საზოგადოება ცალკე ცხოვრობს ცალკე არსებობს ხელისუფლება ცალკე არის ასეთი ის არის და ხელისუფლების პოზიცია დაახლოებით ასეთია მე გამანებით თავი თქვენ რაც გინდა თქვენით ასეთი სიტუაცია დაახლოებით ძალიან პარადოქსული ისეთი პარადოქსები არის ამ ქვეყანაში პარადოქსული ვითარება არის რომ არ ვიცი რა ძალიან ბევრ სფეროში მაგრამ არის ეს მომენტი არის ეს დეზაფახლავი პოპულარულია მაგრამ არ არის ახლა საყოველთაოდ პოპულარული ამასაც უნდა გავითვალისწინოთ და სხვა ლიდერი დღეს არც ჩანს რეალური ლიდერი თქვა და ისლამური რევოლუციის დროს გამოიკვეთა ეს აიათოლა ხომეინი აი ესე ტიპის ლიდერი არ არის ირანში რაც ირანს გარეთ მადლობა დღეისთვის სულ ეს იყო პერიოდულად შეგაწუხებთ ხოლმე თუ დროში გაგრძელდა კიდევ ეს კი ბატონო მადლობა ასეთი იყო დღევანდელი ეპიზოდი ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო გამოვიდა მომდევნო დღე როდესაც ირანის თემას დავუბრუნდები იქნება შაბათიან კვირა შევხედოთ როგორ განვითარდება მოვლენები
მანამდე კი შეგახსენებთ, თუ კი არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო, იაქტიროთ კომენტარებში, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც არის უკვე არხის გამომწერი და მათ, ვინც დონაციას ეწევა, დონაციის სრულებს, შეგახსენებთ, რომ აღწერაში ანგარიშის ნომერია. დღეისთვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე უახლოეს დღეებში ხვალ ან ზეგ უკვე ვენესუელის თემით დაგიბრუნდებით და სულ ცოტა ხანში განვაახლებ ასევე რა თქმა უნდა უკრაინაზე საუბარსაც. დროებით ნახვამდის.